ღონისძიება გადადო დედაქალაქის მერმა გაიგებდით. არ ვიცი. ხო ეხლა მესმოდა ეთერი და განცხადება წაიკითხეს რომ ღონისძიება გადადო და იმიტომ ხო არა რომ ბევრი პოლიცია არის როგორ ფიქრობთ ან მაგალითად შეძახილები ყიჟინა არ ვიცი მე წარმომისმენია თქვენ რასაც ამბობთ მაგრამ არ გატყუებთ მეც განცხადებას კითხულობ და წამყვანი და გავიგე ვიდრე თქვენთან მოვიდოდი. თუ გადადო ალბათ იმიტომ გადადო რომ არ მოხდეს გარკვეული დაპირისპირება ამ ღონისძიებაზე ადამიანებს შორის. ეს ხო გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მე 17 დღეა და მაგალითად ხალხი 17-ვე ღამეს ამდენივე იყო მინიმუმ. ეს ხო წინარე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული თუ ამ არგუმენტს ეყრდნობთ. იცით რა არის რომ ერთი რამე გავიგოთ რომ რუსთაველის გამზირი საქართველოს არ არის ერთი ნაწილისა. ყველასი არის. სანამ ამას არ გაიგებს ყველა, მანამდე რა თქმა უნდა ეს არ იქნება ამ ქვეყნისთვის კარგი. აქედან გამომდინარე, ეს ნაძვისხე, ეს ქალაქი, ეს პროსპექტი, ეს ქვეყანა ყველასი არის და არა მარტო იმათთვის, ეს სახელმწიფოც ხო ყველასია. დიახ და არა მარტო იმათთვის, ვისაც არჩევნების შედეგები არ მოწონს. არა, არჩევნების შედეგები არ მოწონს ნაწილს, ნუღა გავშლით დიდ დროს წაიღებს, მაგრამ აი მაგალითად თქვენ რატომ მოხვედით ამ ღონისძიებაზე? ნაძვისხის ანთება გინდოდათ გენახათ თუ უბრალოდ პრინციპული გადაწყვეტილება იყო? რა თქმა უნდა, ნაძვისხის ანთება მინდოდა რომ მენახა. პრინციპული გადაწყვეტილება რაც არის მე გითხარით რომ ეს ქვეყანა ყველასია. კარგით, მაშინ რადგან ნაძვისხის ანთება გინდოდათ რომ გენახათ, მაშინ კითხავთ, ამ ნაძვისხეს მოუხდებოდა თუ არა მაგალითად სააკაშვილის, მერაბიშვილის, გვარამიას სისხლმდინარე ფოტოები. იმის საილუსტრაციოდ რომ რეჟიმი თქვენ არ ახართ. იცით რა არის, ნახეთ როგორი ამბავია. ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შავ ფერებში წარმოვიდგინოთ. არა, ჩვენ ვის გულისხმობთ? აი ამ ასე ვთქვათ, კითხვის დამსმელს და ალბათ მე ვარ ამ კითხვის დამსმელი, იმიტომ რომ რადგან ქალაქი, გეტყვით, რადგან ქალაქი ჭრელდება ხოლმე ფოტოებით, სადაც ოპოზიციას, თქვენს ოპოზიციას სისხლი მოსდის ხოლმე პირიდან და სახეზე შრამები აქვს და ეს უკვე ბევრი წელი ამ ნაძვისხეს მოუხდებოდა თუ არა თქო. კითხვას ამიტომ სვა. თქვენ უნდა განასხვავოთ ნაძვისხე და საარჩევნო ასე ვთქვათ, ვითარება. ეს ახლა საარჩევნო ვითარებას არ გავს ბევრი პოლიცია, რაღაც არა, კარგით. ეს არის უსაფრთხოების. კარგით, მაშინ ამაზე მიპასუხეთ, მოუხდებოდა თუ არ მოუხდებოდა? ნაძვისხეს არ მოუხდებოდა. მაშინ თუ უხდებოდა სამი დღის წინ ნაცემი მოქალაქეების ფოტოები, ვიდრე ნაძვისხე აეწყობოდა, ქვედა რკინის კარკასი თავისუფალი იყო. ეს თუ უხდებოდა. ერთ რამეს გეტყვით, მაგალითად რო იცოდეთ. საერთოდ ძალადობა არის ცუდი რამ. ამაზე ახლა ბევრჯერ ითქვა, ბევრი თქვენც მე ვიცი რომ ძველ ძალადობებსაც ემიჯნებოდით, თქვენგან მახსოვს ეს და ობიექტურობა მოითხოვს რომ ეს თქვა. მოკლედ აქ 9 აპრილი მაქვს ჩემ ზურგზე გადატანილი პირდაპირ გაკეთდა. მით უფრო ამიტომ გეუბნებით რომ როდესაც მიტინგი უტევს პოლიციას, როდესაც მიტინგი უტევს თქვა შენობას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ნიშნავს ძალადობის გამოწვევას და ესკალაციას. ამიტომ მიტინგი უნდა იყოს მშვიდობიანი და ეხლა ნახეთ რა არის. მე მოვიყვან რამოდენიმე განმარტებას. არა, მშვიდობიანი იყო აბსოლუტურად მიტინგი, ეთერს ვერ დაგითმობთ მაგ ნარატივისთვის რომ მიტინგი არ იყო მშვიდობიანი, ბოდიშ ვიხდი. არა, მშვიდობიანი იყო. თქვენ აქ არ ყოფილხართ, მე აქ მონაწილეობდი, როგორც რეპორტიორი მუშაობდი. კარგით, მოდით კორდონს მიღმა შეთრეული 300 ნაცემი ახალგაზრდის შესახებ გკითხავთ, რადგან ძალადობა ცუდი რამეაო, თქვენ თვითონ მითხარით. კორდონს მიღმა შეთრეულ ძალიან ბევრ ნაცემ ახალგაზრდაზე გკითხავდით. თქვენ ამ ქვეყანაში მაგალითად ამდეობა გიკავიათ. მოდით, ცხადია, ჯერ ამაზე მიპასუხეთ. არა, ცხადია, უნდა დამამთავრებინეთ. დაგამთავრებინეთ. მოდით, აი გეკითხებით. მაშინ დავამთავრებ. კორდონს მიღმა შეთრეული და 300 ნაცემი. მე მაქვს დასასრულებელი. მაგალითად, ეხლა ხან აი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ტუსკის სიტყვებია, რომ გზების გადაკეტვა და სხვა ადამიანებისთვის ხელის შეშლა ეს არ არის თავისუფლება, ეს არ არის პროტესტი, ეს არის აი ტუსკმა რა თქვა, ის ტუსკმა თავის ქვეყანას მიხედავს. მოდი აქ დავბრუნდეთ. არა, ამ ნარატივისთვის ეთერს ვერ დაგითმობთ. ეს არის ხალხი ნარატივი. ძალადობისთვის არა, ცხადი არ გითხრათ, თქვენ არ ხართ მოძალადე. მაინტერესებს კორდონს მიღმა შეთრეული 300-ზე მეტი ნაცემი ახალგაზრდის შესახებ თქვენი შეფასება. მაგაზე გეტყვით მე თქვენ, რომ გამოძიება ამ ციფრებით ნუ მანიპულირებთ. გამოძიება ყველაფერს თავის სიტყვას დაარქვეს.
ეს არის ძალიან 2019 წლიდან მაკო გომბურს თვალი რო ამოთხარეს, იმის მერე არაფერი დაუდგენია და რას ეყრდნობით? როცა ამბობთ რომ დაადგენს, რას ეყრდნობით? ანუ რომელ გადაწყვეტილებას ეყრდნობით? რომელს 2019 წელს მაკო გომბურს რო თვალი ამოთხარეს, იქედან დღემდე რო დავითვალოთ? აი რა ძნელია რა, როცა პასუხი არ მოგწონს და უნდა ჩაეჭრა. არა, თქვენ რაღაცნაირად ისეთ ნარატივს ავრცელებთ, რაც არ არის რეალური და ამისთვის ეთერს ვერ დაგიხოთ. ბოლო კითხვა და დავამთავროთ ინტერვიუ. არა, კი, ბოლო კითხვა და დავამთავროთ. მადლობა რომ დამითმოთ დრო და ბოლო კითხვა. შვილიშვილებთან ერთად ხარ თუ მარტო მოხვედით ნაძვისის ანთების? ვერ არ ამყავს. ვერ არ ამყავს. შვილები მყავს. შვილები უფროსები იქნებიან და ნაძვისის ანთების ნაწილი ალბათ არ მოეწონებოდათ. ანუ არ გააოცებდათ. საინტერესო. მადლობას გეტყვით, ირაკლი ქადაგიძეს უსმენდით.